სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მიმართა. ღმერთმა მოგცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი როგორც ხალხისა და ერის წარმატება და ღვთისწყალობა. განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12-თაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ სინოდის მიერ საფუძვლიანად ხდება ყველა დეტალის გათვალისწინება, რომ გაფართოებული კრება, სადაც პატრიარქი უნდა აირჩიონ, ღირსეულად ჩატარდეს. როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, წმინდა სინოდის საკითხებს კვალიფიციურად უდგება. მისი თქმით, სინოდი ერთიანია. საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დასჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ. ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, უწმინდეს ძალიან უნდოდა ქართველთა ერთობა და საქართველოზე მეტად დედამიწაზე არავინ და არაფერი ხვარებია. მან მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩაარევენ. საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი სილჰამ ალიევის ვიზიტი იგეგმება. არსებული ინფორმაციით ალიევი თბილისში ხვალ 6 აპრილს ჩამოფრინდება. თბილისის ცენტრში აზერბაიჯანის დროშებია გამოფენილი, რაც ასევე მიანიშნებს მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაურცელებია. ილჰამ ალიევის ვიზიტს წინ უძღოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საბგან სადიგოვის გაძევება აზერბაიჯანში. ბაქომის გადაცემას 2014 წლიდან ითხოვდა. სადიგოვის გაძევება თბილისის საქალაქო სასამართლოში წუხელ ღამის 4 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გადაწყვიტა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აუკრძალა. ჟურნალისტის დაკავება საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული Facebook პოსტი. იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქართველოს რამდენიმე თვის წინ მოსთხოვა, დროებით შეეჩერებინა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამის დასტურად შსს აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში შეწყვეტილია სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა. მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს გადამცეს, მათ ბაქოში მიგრაციის მთავარ სამმართველოში ჩამომიყვანეს. სამმართველოში მაცნობეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, ასე რომ ჩემი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. გათავისუფლებული ვარ, ბაქოში ვიმყოფები, წერს აზერბაიჯანიდან სადიგოვი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. საქართველოს მთავრობა დაიშჩება ამ უკანონო გადაწყვეტილებისთვის, წერს ის სოციალურ ქსელში.